მშენებლობის ნებართვისა და დასუფთავების მოსაკრებელი გაიზრდება. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს მშენებლობის ნებართვისა და დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდის თაობაზე. 2007 წლის დადგენილებით საკურორტო ზონაში მოსაკრებელი მიზერულ თანხას 1 ლარს შეადგენდა. ამ მოსაკრებლის გაზრდის შესახებ საკრებულომ იმსჯელა და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოსაკრებლის ზუსტ ტარიფს საკრებულო მომდევნო სხდომაზე დაამტკიცებს. შემოგვივიდა წარმოებაში ორი საკითხი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა ინიცირებული. ეს არის საუბარი, რომ გაიზრდება მშენებლობის ნებართვა საკურორტო ზონაში, გაიზრდება მოსაკრებელი დასუფთავების, ეს კიდევ ერთხელ არის ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების წყარო და ეს კიდევ ერთხელ გაზრდის ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტს, ეს ერთი. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენ ასევე მივიღეთ ცვლილებები რეგლამენტში. სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას, რომ საკრებულოს წევრის წლიური ანგარიში ასახული იქნას რეგლამენტში, დეპუტატების მხრიდან ცხარე კამათი მოჰყვა. მე ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა ქვეყნებშიც რეკომენდაციას აძლევენ ხელისუფლებას, როგორც საკანონმდებლო, ასე აღმასრულებელ ხელისუფლებას და შეაქვთ რაღაც ინიციატივები. ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ საკრებულოს წევრი იმდენად ვალდებული, ანგარიშვალდებულია თავის ამომრჩეველთან და მათი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ვთვლი რომ ეს იქნება ზედმეტი, დაუშვათ ის საკითხები, რაც არის ჩამოთვლილი კერძოდ მე-6 პუნქტში. საკრებულომ დეპუტატებს ინფორმაცია გააცნო ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების დაშლის შესახებ.